დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, კიდევ დაგვრჩა რამდენიმე წუთი გადაცემის დასრულებამდე. ჩვენი სტუმრები არიან ირაკლი ხლონტიდან, ანა კაკაბაძე, ქალბატონ ანა, თქვენ რაღაცის თქმა გსურდათ რეკლამამდე. ირაკლის მინდა გამოვეხმაო, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებდა ყურადღებას და მინდა ვთქვა, რომ მე განსხვავებული პოზიცია აქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ დღეს ხელისუფლებაში პარლამენტი იქნება თუ მთავრობა, დღეს არავის ლეგიტიმაცია ამ ქვეყანაში არ აქვს, ერთადერთი ლეგიტიმაცია, ვისაც საზოგადოების ლეგიტიმაცია გააჩნია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას არ მართავს. რომელმაც უარი თქვა მმართველობაზე და სწორედ იმ ადამიანებს, ვინც არიან აბსოლუტურად არალეგიტიმურები ქართული ხალხისთვის და თავს მოხვეულები, ეს ადამიანები მართავენ დღეს არალეგიტიმური ხელისუფლება მართავს ქვეყანას, ესეთია პარლამენტი, ესეთია მთავრობა. ეხლა გადავიდეთ რა ხდება რომ ჩვენ ის რომ არა ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი და რომ ჩვენ თვითონ ჩვენშივე როზის ქურდული ინსტიტუტი და რომ მენტალობა ეს მოსამართლებსაც კი რო არ შეუცვლიათ და ეს თავისუფლება რაც ჩვენ ხაღალზე გვაქვს ქვეყანას როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას რეალობაში რომ ხელისუფლება მას ვერ ატარებს და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები აჩვენეს იმ პატარა ტესტით რომელიცაც მთელი საზოგადოება უყურებდა ორივე ბანაკი სააკაშვილის ესე ვთქვათ მოსამართლე ერთ დღეს ჩამოვიდნენ ბატებივით და მივიდნენ ელჩთან და აბა ელაპარაკნენ იქ რას ელაპარაკნენ კაცმა არ იცის რა კონსტიტუციაში გაარკვევდნენ ელჩს კანონმდებლობა შეასწავლნენ საქართველოს რა ესე იგი ქურთთან მივიდნენ ხო საქმის გასარჩევ აი ხა გაიგეს ამათმა ქურთთან მივიდნენ გასარჩევად ეხლა მეორე ნაწილი ჩამოვიდა აქეთ პროსახელისუფლებას რომელსაც ეხლა ისინი მივიდნენ და რა ხდება ეს რას გავს ეს არის საკონსტიტუციო სამართლობა საერთოდ ეს არის ქვეყანა საიდან იმართება ეს ქვეყანა და რა ხდება მე ვილაპარაკე და მინდა გითხრათ რომ ჩვენ სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ციებს რა ხდება სახელმწიფო დღევანდელი ხელისუფლების სამინისტროებში და სახელმწიფო დაწესებულებებში რა დღევანდელი ხელისუფლება როგორ მიზანმიმართულად ნიშნავს თანამდებობებზე ყოფილ ნაციონალებს რომლებიც ასრულებდნენ დაკვეთებს წინა ხელისუფლებისას ძალიან კარგად იციან რა არიან და ამ ადამიანებს ნიშნავენ ეს ადამიანები ყავთ ციებში ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ რატომ სექტემბერში იმიტომ რომ უფრო პოლიტიკურად აქტიური თვია და არ გვინდა რომ ეხლა ჩაიკარგოს ეს ყველაფერი გაჩვენებთ სურათს და მე ვილაპარაკოთ ეს რა არის ეს არის შემთხვევითი კორუფციის შედეგი ესეთი სიგიჟე თუ რა ფული უნდა გადაიხადონ ამ კანდიდატებმა ამისთანა რომელიც ასეთ დარტყმას მორალურს და ყველანაირად წინასწარ გააკეთოთ ქალბატონანა იმიტომ რომ უკვე არა მაგას ჩვენ ვერ შევცვლით იმიტომ რომ შევარდნაძის როინდელი კადრებია თითქმის თბილისში განსაზღვრული მე ყოველდღე ვეუბნები შევარდნაძის კარდერია სააკაშვილი პირველი მე მაგიდან შევარდნაძე ვინ არ იყო შევარდნაძის კარდერი მაჭავარიანი არ არის თუ წერეთელი არ არის თუ ყველა შევარდნაძის კადრია მაგრამ იმიტომ იქიდან მოდიან ეს ყველა პოლიტიკოსები საწავიდოდნენ აბა აქედან გამომდინარე საერთოდ რა ხდება ქვეყანაში საერთოდ სად მივდივართ ეს რა მენტალობა გაგვაჩნია რატო ვერ ვითავისებთ რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ უნდა დამოუკიდებლად მართოთ მე კიდევ ვიმეორებ რომ ის პორტირებული ნაცი გადმოვიბირეთ შედალოცვილო რატო გადმოიბირე რა გჭირდა გადმოსაბირებელი რა ის 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში რო გედგა და შენ რო მხარს გიჭერდა იქიდან ვერ ამოარჩიე ადამიანები როსიებში ჩაგესვა და იქიდან ვერ ამოარჩია ადამიანები იქიდან რო არ მოიყვანო ნაციონალების გაზეთებიდან და ჟურნალებიდან და გაზეთების რა თანამდებობებიდან იქიდან რო არ მოხსნა და რეპორტირება რო არ გაუკეთო შენ სამინისტროებში ვერ მონახე პატიოსანი ადამიანები მაგრამ არავის არ ჭირდება პატიოსანი ადამიანი ყველას ჭირდება ისეთი ადამიანი რომელიც არის გახწნილი გათახსირებული მაპატიეთ ამ სიტყვაზე რომელიც ყველანაირი ხელისუფლების დაკვეთას და დავალებას შეასრულებს და ამიტომ ნიშნავენ იმას ერთი და მეორე ის მოსამართლეები იმიტომ წავიდნენ ქვეყნის დირექტორთან კანონიერ ქურთთან რომ ისიც ეუბნება გარკვეულ დირექტივებს რომ ხო იციან რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი რა არის რომ ის ნებისმიერი დათვლით 13%-ს ვერ აღწევს და ვერ გადალახავს რომ აი აქედან შეიყვანონ იმ ორიენტაციის ადამიანები რომლებიც იგივე პოლიტიკას გააკეთებს და ისეთივე მონები იქნებიან და დღეს მონების შერეკვა ხდება ქართული ოცნების სიითათაც და საქართველოს პოლიტიკა დღეს არავის არ აინტერესებს ვინც პოლიტიკური მაშინებელია ირაკლი აი პოლიტიკოსი ხართ და გააქვთ ამბიცია რომ კიდევ უფრო აქტიურად იყოთ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილი და ასე თქვა თქვენი გავლენა თქვენი მოსაზრებების გავლენა გააფართოვოთ საზოგადოებას. აი ქალბატონი ნანა ახლა ახსენებდა ქურდულ ინსტიტუტს რომელიც პოლიტიკოსებშიც კი პოლიტიკოსებში არის დღეს ეს ქურდული მენტალიტეტი. მე გეუბნებით რომ პოლიტიკოსები ვერ განთავისუფლდნენ ამ ქურდული მართლობიდან. მენტალიტეტა როგორი დამოუკიდებლობა აქვს ბენანა და ქალბატონმა ყველაზე კარგად ვიცით მაქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა რომელიც ჩემი შეფასებით დღეს უკვე არ არის სუდი და უფრო კეთილგანწყობილია ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევისათვის მაგრამ ძალიან კაცრი ძალიან
შეუწყალებელი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ქართულ სახელმწიფოს სენივით აქვს მოდებული ქურდული მენტალიტეტის ხელისუფლებას და ქურდული მენტალიტეტის ავტორიტეტი, ეგრეთ წოდებული ავტორიტეტები. ანუ ამაზე თავი დავანებოთ. მე არ ვთვლი, რომ კელი მომწონს თუ არა და მე მაქვს მის მიმართ შენიშვნები შეიძლება დღეს. როგორც წინამორბედთან მიმართებითაც არ ვთვლი, რომ ის ქურდები გვიზის ქვეყანაში და ჩემთვის ვერ გახდება დირექტორი ჩვენი ქვეყნის, ჩემი ქვეყნის დირექტორი ჩვენ და რა სტატუსით მივიდნენ მოსამართლეები მიპასუხეთ აბა. ნუ მოსამართლეების გასაწყვეტი იყო, მე ვფიქრობ მოსამართლეები ჯობდა გამოსულიყო ჩვენთან ხალხთან და ეთქვა აი ეს არის ჩვენს წინააღმდეგ. აქედან ნაციონალური მოძრაობა, აქედან ნაციონალური არა, სვამბავია, მას პოლიტიკური თემა. იქიციანო ბერკეტები იქ არის მოსამართლეების მოუწოდო. ვერც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელზეც პირდაპირ გეუბნებით ორიენტირებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართული სახელმწიფო იყოს მისი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, უფრო მაღალ საფეხურზე. ასე არის. ნაწილობრივ მე ვიზიარებ ადამიანების დამოკიდებულებას, მაგრამ მოსამართლეებს უნდა უსწრაფო. სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ცოლქრობა სამხრივი არ შეიძლება, ორმხრივი უნდა იყოს. გეტყვით. ზუსტად მაგ მის გარკვეული შენიშვნები და ამას ყოველთვის ვეუბნები, როცა ამერიკის წარმომადგენლობას ვხვდები, მათ შორის ბატონ კელისთან მქონდა ამაზე საუბარი. მე მინდა გითხრათ, მე მინდა უთხრა მოსამართლეებს, რომ თქვენ როგორც ისე როგორც ხელისუფლებები, აღმასრულებელი ხელისუფლება, თქვენი წყარო არის ხალხი, საზოგადოება, ჩვენ სამი ადამიანი ვარ, ჩვენ ვართ თქვენი წყარო, კანონი არის თქვენი წყარო და თუ თქვენ ამას გადაუხვევთ და უხვევთ, ჩვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ, ხომ ხედავთ. იცვლება პოლიტიკური კონფიგურაცია მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაუჭირდა და უკვე შევარდნაძის რომ მთავრობის დროინდელი კადრები მოიმარაგეს ქართულ ოცნებაში და ჯერ კიდევ არ იცით კიდევ ბევრს დანიშნავენ იგივე თბილისში რამდენიმე ოლქში იხილავ ძალიან ცნობად სახებს ოდიოზურ ფიგურებს. თქვენ ნახეთ რომ ვერანაირი განახლება ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობა, მაინც მოდის ჩვენი თაობა, მაინც მოდივართ ამ ადამიანებთან ერთად. ჩვენ საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავთ და თქვენ აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება, იმიტომ რომ თქვენ მართლა ხართ მორჩილებაში იყავით და ხართ ხელისუფლებების და თქვენ გონიათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან რუსეთი ან ევროპა გიშვილით, ვერავინ ვერ გიშვილით. ჩვენ ვართ წყარო თქვენი, ჩვენ გასაგებია ჩვენი დრო იწურება, კიდევ სურდა რამდენიმე თემაზე საუბარი, მაგრამ დრო აღარა გვაქვს. თუ გსურთ საბოტონა რამე რეპლიკა აი რაკენ თქვა რომ ჩვენ ვართ წყარო, ჩვენ ამდენიც არ უნდა ჩვენ ისინი კარგად გრძნობენ. არა შეიცვალა ქალტონა, ხო ხედავთ, ბევრნი გამოუჩნდით. ჩვენ მზად ვართ ხელი ჩამოგართვათ თქვენთან ერთად ეს ოდიოზი პოლიტიკოსები ადამიანები, ხელისუფლებაში ყოფილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც, რომლებიც ხელისუფლებაში აპირებენ მოსვლას, ძალიან კარგად იციან სად არის ძალაუფლების წყარო და იქ დარბიან. მათ რო იცოდნენ რომ ჩვენ ვართ ძალაუფლების წყარო, ვერავინ ვერ მოასწრებდა აგვიტალახებდნენ ოფისებს, მაგრამ ზუსტად იციან რომ იქ არის. ამიტომ მე მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და აი ჩვენ თლიანად იმ ქართულ საზოგადოებას, რომელიც დაუღლელად ის კი არა დავიღალე და ბრძოლა არ მინდა. აი ვინც მომართულია იმისკენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე იმ ბრძოლას თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ უნდა დავანახოთ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენ ვართ ძალაუფლების წყარო. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ იმას, რომ იქ რომ მირბიხარ, არა, მაგას გაჩვენებ, იქ გაქცევით, რას მიიღებ. ჩემთან უნდა მოდიოდე და მე უნდა მეკითხებოდი და ჩემ დაკვეთას უნდა დაასრულებდე, თორე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც რო არ არის, იმის დაკვეთებს კი არ უნდა ასრულებდე ხელისუფლება და ამის ხელთათმანს რო გიგებს და გაჩვენებ. საჭიროა კომუნიკაცია, კავშირი, როგორ შეიძლება იზოლაციაში ჩემი ტერიტორია ქართული სახელმწიფო. როგორ უნდა იყოს იზოლაციაში? პირიქით ყველასთან უნდა კონდეს ნორმალური, მაგრამ ეს უნდა კონდეს თავმოყარეობით და ღირსებით უნდა კონდეს ურთიერთობა და არა მონოლოგი. მე ძალიან გამაღიზიანა ქალტონალო, ახლა თქვენ თავიჯექდით, ეს შეცდომა ბატონი პაპუაშვილის გამოსვლა ვიხილე და ის ნახევრად დაფარული ქონდა დატოვებული ის кейსი, რაზეც მე ჩვენ ერთი თვე ამის ვისაუბრეთ და ერთი თვე პოლიტიკოსებს მოგვეცა საქმე. სამწუხაროდ, სხვა საქმე თითქოს არ ქონდეს ამ საზოგადოებისთვის გასაკეთებელი. საუბრობდით რა ხდება პაპუაშვილის თავს. გამოსულიყო ეს პაპუაშვილი ჩემთვის, თქვენთვის, აი საზოგადოებისთვის ეთქვა რომ აი ეს გრიშა იქნება, ლევანი იქნება თუ დათო მატერორებს, შორენას მიტერორებს, აი ამ ბიზნეს მიტერორებს. კეთილი ინებეთ ხალხო ბიზნეს გამოდით და გველაპარაკეთ ვის აყენებთ საქმის კურსში ან თუ თქვენ გონიათ დივანიშვილი იქნება მთელი ცხოვრება ან სააკაშვილი მობრუნდება და თქვენთან ერთად დარჩება ან კელი იზრუნებს თქვენზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი გასასტუმრებელი ხარ ჩვენი საპატივო ჩვენ უნდა გცეთ პატივი ჩვენ უნდა მოგცეთ მე პენსიებიც ჩვენ გიხდით ხელფას ჩვენ ჩაგვაყენეთ ხალხო საქმის კურსში ჩვენ გასაგებია მადლობ ირაკლი ლონდი და ნანა კაკაბაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის დღეს ამით ეთერი დასრულებულია ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს დროებით